მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ, მისი შეფასება, შთაბეჭდილება, ნაბიჯები, ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები. დღეს გავაკეთებთ ერთ პოზიციან გაშლას, ეს გაშლა უფრო შეეფერება ისეთ სიტუაციას, როდესაც ურთიერთობას ახლა ვიწყებთ, ან ახალ ნაცნობზე გვაინტერესებს რაღაც ინფორმაციები, ან ამ სათაურის მიხედვით დღევანდელი გაშლა თქვენზე იქნება რეზონირებული. ამ შემთხვევაში ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. თუ პირადი კონსულტაციები გსურთ ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, მესენჯერში დამიკავშირდით, Facebook-ის ლინკი როგორც ყოველთვის კომენტარების ველშია მოთავსებული და ასევე ვიდეოს აღწერაშიც. და შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ ხოლმე, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს ინფორმაციის მოწვდას, როდესაც მას ჩართავთ, მოусმენთ და თქვენზე რეზონირდება და არ აქვს მნიშვნელობა იმ თარიღს, როდესაც ის არის განთავსებული. შეგიძლიათ ახლა წარმოსქვათ იმ ადამიანის სახელი, ვისაც გინდათ, რომ დღეს ტარომ ინფორმაცია მოგცეთ და ვნახოთ რა დამოკიდებულება აქვს ამ პიროვნებას ახლა თქვენს მიმართ. ნახეთ, როგორი სიტუაცია არის აქ შესაძლოა ეს პიროვნება გაიცანით 7 რიცხვში, ან მე-7 თვეს. ან შეიძლება თქვენი დაბადების თარიღი უკავშირდებოდეს 7-იანს, ან მისი დაბადების თარიღი უკავშირდებოდეს 7-იანს. ყოველ შემთხვევაში რაღაც ზეგავლენა აქვს ამ რიცხვს და შეგიძლიათ ამის შემდეგ ამ ციფრს დაუკვირდეთ თუ რა ზეგავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობაზე. თუმცა რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ ამ პიროვნებას? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჯერჯერობით აქ გვაქვს ისეთი ინფორმაცია, როდესაც ამ პიროვნებას ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული ის აზრი, თუ ბოლომდე როგორი ადამიანი ხართ თქვენ. შეიძლება ბოლომდე არ ეხსნებით ამ ადამიანს, ან საბოლოოდ მაინც ისეთ თემებს არ ეხებით, რა თემებიც თქვენს წარსულს უკავშირდება. ამ ადამიანს აქვს ის განცდა, რომ შესაძლოა თქვენს წარსულ ურთიერთობაში იყო რაღაც ისეთი დეტალები, ისეთი მოვლენები, ისეთი სიტუაციები, რასაც დღეს მას არ უყვებით და ამ თემაზე ან საუბარი არ გიყვართ, ან ამ თემას რომ შეეხოთ არ გსურთ. კიდევ მის დამოკიდებულება თქვენს მიმართ მეტი ინფორმაციის გაგება სურს, თქვენი საუბრები მას აინტერესებს, მოსწონს თქვენთან მიმოწერა. მაგრამ რატომღაც ამ პიროვნების დამოკიდებულება უკავშირდება ახლა უფრო მეტად წარსულ ენერგეტიკას. და ეს მაინტერესებს თუ რას უკავშირდება ეს ინფორმაცია. შეიძლება ჯერჯერობით ერთმანეთზე ბევრი არაფერი იცოდეთ და რაღაც წარსული ურთიერთობებიდან გამომდინარე ეს ადამიანიც დიდად გახსნილი არ იყოს და თქვენც იგივე მდგომარეობაში იყოთ და ამას გრძნობდეს. ან შეიძლება გქონდეს ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში ასეთი განცდა, რომ საკმაოდ გულნადგელი იყავით და ახლა ძალიან ფრთხილი ხართ და აქედან გამომდინარე თავდაცვის რეჟიმი გაქვთ ჩართული და ხანდახან მისი ნათქვამი თავდასხმად გეჩვენებათ და რაღაც მომენტში თავს იცავთ მისგან. ასეთი განცდები აქვს. შეიძლება არ იმჩნევს და ჩვეულებრივ აგრძელებს ხოლმე თქვენთან კომუნიკაციას, მაგრამ ფრთხილობს რაღაცებში. ფიქრობს, რომ დიდი გამოცდილების ადამიანი ხართ და თქვენთან დამოკიდებულებაც ზოგადად უფრო მეტად სულიერი საკითხების განხილვა არის, მეგობრული კავშირი არის, რაღაც მეტის გაგება არის, ინფორმაციების გაცვლა არის. ჯერჯერობით დამოკიდებულებაში ესეთი
ღრმა აზრი და ესეთი, როგორ ვთქვა, ოცნების კოშკები არ აქვს აგებული, რომ მაინც და მაინც თქვენ იქნებით მისი საბოლოო პარტნიორი, ან მაინც და მაინც თქვენის ადამიანი ხართ, ვისაც ձեր ცხოვრება ელოდა. ესეთი შეფასება მას არ აქვს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ თავიდანვე კოშკების აგებამ მას ერთ დროს ცუდი შედეგი მოუტანა და ეს მისი სტილი აღარ არის, ხო? ამ შემთხვევაში ამოვიდა მთვარის არკანიც, ცოტათი დამაბნეველი მოქმედებებით შეიძლება გამოირჩეოდეთ ერთმანეთთან, ბოლომდე არ ეხსნებოდეთ ამ ეტაპზე ერთმანეთს, გქონდეთ ერთმანეთთან ბევრი ჯერჯერობით დაფარული დეტალი და მისი დამოკიდებულება ზუსტად ის არის, რომ მისი შეფასებით ხართ უფრო ფრთხილი ადამიანი. მაგრამ მაინც ვიკითხოთ, როგორი არის მისი შეფასება. მისი შეფასებით შეიძლება ჯერ კიდევ გქონდეს მას ისეთი განცდები, რომ ხართ სხვა ადამიანზე შეყვარებული, ან ბოლომდე არ გყავთ დავიწყებული წარსულიდან ის ერთადერთი. რატომღაც ასეთი დასკვნა გამოიტანა მან, ან შესაძლოა მას გქონდეს ასეთი ეჭვი, ასეთი განცდა და ეს სიმართლეს არ შეეფერებოდეს, ან ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში მართლაც იყოს ეს დეტალი და მან ეს შენიშნა მისი შეფასება. შეიძლება თქვენ ამბობდეთ, რომ წარსული ადამიანი აღარ გაინტერესებთ, ყველაფერი დამთავრებულია, თქვენი გული თავისუფალია, ღია ხართ და მზად ხართ, რომ ახალი ურთიერთობა დაიწყოთ, მაგრამ ამ ადამიანს ცოტათი ამ ყველაფერში ეჭვი ეპარება. მისი შთაბეჭდილება. მშვენიერი არკანი არის. ამხოდით ესეთი საბედისწერო პიროვნება. შეიძლება ისეთ დროს გაიცანით, რომ რაღაც მის ცხოვრებაში საბედისწერო ვითარებები იყო და ბევრი ცვლილებები გაიარა იმ მომენტში და ცვლილებების დროს შეხვედით მის ცხოვრებაში და მისი შთაბეჭდილება თქვენზე არის საკმაოდ დადებითი, საკმაოდ რაღაც იღბლიანი შეხვედრა შეიძლება იყოს, რადგან როდესაც თქვენ გწერთ ან თქვენთან მიმოწერა აქვს მისი დღე პოზიტიურ ენერგიას იღებს ხოლმე და ხვდება, რომ მასზე დადებით მუხტოს და ენერგიას ზეგავლენა გაქვთ უბრალოდ, რომ შეიტანოთ მის დღის წესრიგში დადებითი მუხტი და ენერგია. შთაბეჭდილება აქვს, რომ ძალიან ბევრი გეგმა გაქვთ ცხოვრებაში, საკმაოდ კონცენტრირებული ხართ, საკმაოდ ისეთი პიროვნება ხართ უკვე ცვლილებებიც გიყვართ და თან ერთი მნიშვნელოვანი მიზანიც გაქვთ. ანუ მოსაწყენი ადამიანი არ ხართ, მრავალმხრივი ხართ და მოსწონს როგორი, ასე ვთქვათ, გაზრდილი პიროვნებაც ხართ. ანუ ეს პიროვნება ხვდება, რომ რაღაც მომენტში გადიხართ ჩამოყალიბების და უფრო მეტად განვითარების გზას. მისი შთაბეჭდილება კიდევ. შეიძლება ბევრს მოგზაურობთ. ან სეზონების მიხედვით სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი გაქვთ. ან მასთან შეხვედრა შეიძლება მოგიწიოთ მაშინ, როდესაც რაღაც სეზონი წელიწადის რაღაც დრო შეიცვლება. შეიძლება ეს ინფორმაციაც გამოგადგეთ. მისი შთაბეჭდილება. ძალიან ერთგული ხართ მის თვალში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი ქალური ენერგეტიკა გაქვთ და გაქვთ საკმაოდ მაღალი, ასე ვთქვათ, ტემპერამენტი, საკმაოდ მიმზიდველი ხართ, ძალიან მოვლილი ხართ, ძალიან ასე ვთქვათ, გაფასებთ ბევრი ადამიანი, ამას ხვდება, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ხართ ძალიან დასაფასებელი ადამიანი და სხვანაირი გამორჩეული ადგილი გიკავიათ სოციუმში. აი ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ გაქვთ უდიდესი შანსები, რომ გყავდეთ ბევრი თაყვანისმცემლები, ბევრი ურთიერთობები, უამრავი მცდელობები გქონდეთ, თითქოს აი ამისთვის ძალიან ბევრი რესურსი გაქვთ, რომ ცადოთ ბედი ბევრთან, მაგრამ თქვენ ხართ ერთგული, ძალიან იცავთ თქვენს რაღაც გრძნობას, ცემთ პატივს, ან თქვენს
რაღაც ასე ვთქვათ, ფიქრებს ცემთ პატივს, რომ გონებაში თუ ერთი ადამიანი ყავთ, სხვა ადამიანი აღარ გჭირდება და ეს რაღაცები მან შენიშნა თქვენში. ვნახოთ აბა მისი ნაბიჯები როგორი იქნება. სიმართლე გითხრათ, აქ მისგან იქნება ძალიან ბევრი შექება, ძალიან ბევრი კომპლიმენტი, თქვენთან ურთიერთობის ეტაპის, ასე ვთქვათ, განვითარება, ბევრ თემაზე საუბარი იქნება, მისი მხრიდან ინიციატივებიც იქნება, მაგრამ ის მთავარი ინიციატივა, რომ ურთიერთობის სტატუსი ან ურთიერთობაში ნაბიჯები ააჩქაროს და რაღაც პროცესებში თამამად შემოვიდეს თქვენთან, ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. რა უშლის ხელს, მოდი ესეც ვნახოთ. იცით რა არის, ამ პიროვნებას აქვს ძალიან მაღალი ეგო და ასევე აქვს ძალიან ძლიერი სურვილი, რომ ყველასგან გამორჩეული იყოს და იყოს ერთადერთი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ გთვლით, რომ ხართ საოცრად ერთგული ადამიანი, მას აქვს რაღაც შეგრძნებები, რომ თქვენი წარსული ურთიერთობა არ გაქვთ ჩახურული ენერგეტიკულად და ემოციური თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე, მას ეს ყველაფერი ძალიან შეუშლის ხელს, რომ რაღაცებში გამოტყდეს და ნაბიჯებში კომპლიმენტებსა და ურთიერთობის, ასე ვთქვათ, მიმოწერითი ურთიერთობის და რაღაც მეგობრული და თან ფლირტის შუალედი დაარღვიოს და მეტი გააკეთოს. იმიტომ რომ უნდა რომ იყოს აბსოლუტურად ერთადერთი, უნდა რომ მხოლოდ მასზე გიждდებოდნენ, აი ზღვარგადასული სიყვარულის მოთხოვნილება აქვს, რომ პარტნიორს უზომოდ უყვარდეს ის და ესეთი სათადარიგო არ იყოს, ან ნახევრად უყვარდეთ და ნახევრად მოწონდეთ და მაინც ურთიერთობა დაიწყოს და შემდგომ განვითარდეს გრძნობები, ესე არ უნდა. თუ ურთიერთობას დაიწყოს, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მისი მეორე ნახევარი შეყვარებული ამასე კი არა და გიждდება მასზე. აი ესეთი განცდა აქვს, რომ უნდა რომ აღმერთებდნენ. რაღაც მომენტში ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს ასეთი ზღვარგადასული ემოციების და გრძნობების. ურთიერთობის განვითარების პერსპექტივაც ვნახოთ, მაინც შევხედოთ, რას გვეტყვის ამ თემასთან დაკავშირებით ტარო. ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა როგორი არის? რაღაც მომენტში ურთიერთობაში იქნება ესეთი მომწონხარ, მაგრამ ამ მოწონებისთვის რაღაც სერიოზულ ნაბიჯებს ვერ ვდგავ ასეთი ეტაპები. პერსპექტივაში გუჩვენებს, რომ რაღაც მომენტში ძალიან კარგად უნდა გაიცნოთ ერთმანეთი. ეს დიდ დროს წაიღებს, ბევრ გამოცდას უნდა გაუძლოთ. აი ასეთ ურთიერთობაშიც კი გექნებათ ბევრი გამოწვევები, აი ესეთი ცდუნებები, ესეთი რაღაც ურთიერთობის კრახები, მაგრამ აქ მოდის ის პერსპექტივა, რომ ურთიერთობაში ბზარები რომც გაჩნდეს, თითქოს მაინც ახერხებთ, რომ ამ ურთიერთობისგან დადებითი მუხტი მიიღოთ, დადებითი პროცესისკენ წარმართოთ, ისევ ერთმანეთს გაუგოთ, მოусმინოთ, აპატიოთ, ერთმანეთს მიეჩვიოთ. აი ეს ეტაპები და პერსპექტივები ჩანს და სხვათა შორის ერთად ჩანხართ. ნახეთ, ამოვიდა იმპერატორი ქალი და ამოვიდა მონეტების მეფე. ძალიან ბევრი საკითხის დამუშავების ხარჯზე და დიდი დროის გასვლის ხარჯზე შეიძლება პერსპექტივაში დავინახოთ ის მომენტი, რომ ძალიან მჭიდრო ახლო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ. ოღონდ ეს არის საჯარო გაშლა და ზოგიერთი თქვენთაგანის შემთხვევაში ეს იქნება სერიოზული
მეგობრული, ძალიან მჭიდრო მეგობრული კავშირი და მეგობრობის ხაზით წახვალთ, მაგრამ მაინც გექნებათ 10 წლის მერეც გექნებათ კომუნიკაცია, ერთმანეთს მოიკითხავთ და დადებითი ენერგიით გაიხსენებთ ერთმანეთს. ზოგიერთი თქვენთაგანის შემთხვევაში ძალიან დიდი პერსპექტივა არის, რომ აი ამ ბრძოლისა და ცდუნებებისა და ურთიერთობაში ბევრი, ასე ვთქვათ, კრიტიკული მომენტის ფონზე ეს ყველაფერი გადაილახოს და სცადოთ ერთად ყოფნა და დაწყვილდეთ. მაინც ვიტყოდი, რომ საერთო სურათით თქვენი ურთიერთობა რომ შევაფასო, მაინც ერთმანეთს შეხვდით ხანგრძლივი ურთიერთობისთვის და საკმაოდ კარგად გაუგებთ ერთმანეთს. იმაზე კარგად, ვიდრე შეიძლება ახლა გქონდეთ რაღაც ეტაპი ცხოვრებისეული, იმიტომ რომ რაღაცებში ძალიან შეეჩვევით ერთმანეთს და მიხვდებით, რომ ურთიერთობას განვითარება აქვს, ერთმანეთისგან რაღაცებს სწავლობთ. და თქვენ სხვათა შორის აქ შეიძლება რამდენიმე წლით, რამდენიმე, ასე ვთქვათ, მასე უფროსი იყოთ, ხო, შეიძლება ესეც ეს როლი რატომ ვახსენე, უფრო დედის როლი გქონდეთ მორგებული და მასე ზრუნვის შეთავსებაც ამოდის, ხომ? შეიძლება იყოთ მასე უფროსი და აქედან გამომდინარე იყოს, ან შეიძლება უბრალოდ მასთან მიმართებაში გაგიჩნდეთ მზრუნველობითი ეფექტი და მასზე რაღაც ემოციური ზრუნვა გქონდეთ. ანუ ძალიან ახლო ურთიერთობის პერსპექტივები ჩანს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მარტივად და ჰარმონიულად. ბევრი ნიუანსის გავლისა და გათვალისწინების ფონზე ჩანს ეს ყველაფერი. მე კიდე გემშვიდობებით ახლა წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე.